შემდეგი ცოდვა არის სიძვა. ბუნებრივ ინსტინქტურ დონეზე სიძვა სჭირდება იმისათვის მატერიალურ სამყაროს და ფიზიკურ სხეულს, რომ ჩვენი არსებობა ზოგადად გაგრძელდეს. მაშინ რა ხდება, მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც ეს ინსტინქტი მართავს ჩვენით. ანუ შენ უარს ვერ ეუბნები მაგ ინსტინქტს და ფსიქოლოგიურად ეს ნიშნავს ზუსტად იმას, რომ შენ იმდენად გეშინია ახლა ურთიერთობების, იმდენად გაურბი ხარ დაახლოება სხვა ადამიანთან ემოციურად, რომ საკმარისი იქნება ფიზიკურ დონეზე შედგეს შენი კავშირი. ადამიანი, რომელიც ცხოვრობს მაგ ცოდვაში, ვისაც აქვს შესაბამისი ტრავმა, ბევრ პარტნიორებს იცვლის, რეგულარულად იცვლის პარტნიორებს ზუსტად იმ ეტაპზე, როდესაც უკვე არის დრო იმისათვის, რომ ემოციურად დაახლოება მოხდეს. წარმოიდგინეთ, ხო, იმდენად გეშინია ახლო კავშირის, რომ სექსუალურ დონეზე აკმაყოფილებს შენ ემოციურ მოთხოვნილებას და უარსაც კი ვერ ამბობ, ანუ ვერ ჩერდები. ეს არის ძალაუფლებას, როდესაც ინსტინქტს აძლევ ხელში და მაგ ყველაფერს ხელს უწყობს შენი ფსიქოლოგიური ტრავმა და ეს ყველაფერი მერე გადაიზრდება ცოდვაში, ზუსტად იმიტომ, რომ შენი ცხოვრება, შენი არჩევნები, შენი მდგომარეობა არის მერე გამომდინარე ზუსტად ამ ცოდვიდან. ანუ ეს ცოდვა გიფუჭებს ცხოვრებას შენ. მაგ ცოდვის გამო ღმერთი უარს არ იტყვის შენზე. უბრალოდ შენ ვერ იქნები ღმერთთან. ანუ ბედნიერი ვერ იქნები. იმიტომ რომ ამ შემთხვევაშიც ვიტყვი იმას, რომ ტვინის ძალაუფლების ქვეშ იქნები.